დავიწყოთ ის გამეორება ყველაფერს ერთად შეერთება და მოვიშოროთ რაღაცა ერთი ნაწილი მთლიანად, რაზეც იყო ლაპარაკი ადრე. ჩვენ მეტნაკლებად ნახეთ ზოდიაქოს ნიშნებში ყველაფერი, ასევე ნახეთ რომ პაიონის ასპექტების კონფიგურაციები არსებობს და სახლებზე არ ვილაპარაკი არაფერი არა და უკვე სახლებიც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შიდა და გარე სამყაროს გათვალისწინება შევძლოთ. აქ გქონდა ჩვენ ამისი საჩვენებელი მასალა, რომელიც სახლებს უფრო მოიცავდა ვიდრე სხვა რამეს. და მე მაშინ გაჩვენე თუ ძველად ჰოროსკოპი ესეთი იყო გამოხატულები და მე ახლები გიგვაქნა ნაკლებად როგორც არის და ასპექტებით, ხო? ეს ფონვალეშტეინის ჰოროსკოპი, რომელიც და ესეთი კლასიკური მაგალითი არის ასტროლოგიის სიზუსტის, ანუ ის გეუბნება დაახლოებით როდის არის, მეტნაკლებად პერიოდს და შეიძლება თქვა რომ 25 ფებრუარს მოკლეს პირველი მაგალითი მაგჭიკა შეიძლება 25-ში მოკლესო, ამაზე იყო დავა. ეს იყო ასპექტებზე ლაპარაკი და ასპექტების შემდეგ ჩვენ გვაქვს უკვე სახლებსაც მინდარი უკვე. მაგალითად სახლები წადები აქაც. ხო, სახლები როგორი გება ამაზე იყო ლაპარაკი. ძირითადად არის სამი ძირითადი სიტყვა, რომელიც მონაწილეობს მეტნაკლებად ასტროლოგიაში, ჩვენ ვხედავთ ჰორიზონტის სიტყვას რეალურად. მაგრამ ყველაფერი დღევანდელობაში არის ეკვატორის სიტყვას, ეკვატორზე ლაბდება ყველაფერი. და სინამდვილეში პლანეტები მოძრაობენ ეკლიპტიკის სიტყვაში, ან სხვადასხვა სიტყვები ესენი. ერთმანეთს მიმართ მათ აქვთ დახრა 23 გრადუსი, ამიტომ პირდაპირ დაგეგმილება რაღაცა ზუსტი წერტილების, არავითარ შემთხვევაში არ იძლევა გეგმილში თანაბარ ნაწილებს. ამიტომაც არის რომ სახლების დაგეგმილება, ანუ გარე გამოვლენისკენ ტენდენცია, როცა იგება ჰოროსკოპში სახლები, ისინი არ არის თანაბარი და სხვადასხვა ზომისა. თუმცა არსებობს ტრადიციაც ისეთი, როცა შეიძლება განვიხილოთ სახლები თანაბარი ასცენდენტიდან, ანუ 30 გრადუსის გადათვლილი, ესეც არის ტრადიციაში და არსებობს სახლები თანაბარი გადათვლილი მეათე სახლი, ანუ მედიუნგოებისგან 30-30-ით განმოზომილი ყველა მხარეს. სხვათა შორის ზოგიერთი აქცევს ხოლმე ყურადღებას მაინც ინდურ სახელებს და უნდა თქვენ ბრაჰმაგუპტას სახლებით გავაკეთოთ ყველაფერი და ბრაჰმაგუპტას სახლების სინამდვილეში არის თანაბარი სახლები გადაზომილი მედიუნგოებიდან 30-30 იგივე და პრაქტიკულად და ამიტომ სამედიცინო ასტროლოგიაში გამოიყენება ბრაჰმაგუპტას სახლები. რომელშიც მეტნაკლებად თანაბარი უნდა იყოს სფეროები, რომელიც გავლენას ვსწავლობთ. ესე იგი, ანალოგიები ზოგადად არსებობს ნომრების მიხედვით, როგორც არის ზოდიაქოს ნიშნები და ასეთივე არის ხოლმე იგივე ნომრებით სახლები. ოღონდ პირდაპირ ანალოგიას უნდა გადაერთვებით, იმიტომ რომ ცალსახა 100%-იანი მსგავსება მათ შორის არ არის. იმიტომ რომ ვერც თუ იძლევა რაღაცის საწყის, რაღაცის ტენდენციას ენერგეტიკა არის სწრაფი, მიზანმიმართული, ამომწყები, იდეები წავსე. კი ბატონო, მაგრამ ეს არის შიდა სამყარო ადამიანისა და როდესაც ჩვენ ვაგებთ ჰოროსკოპს სახლების გარეშე, ანუ საათის გათვალისწინების გარეშე, მაშინ ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული კოსმოგრამა, ანუ პოტენცია ადამიანისა, მაგრამ ეს ამნიშნავს მის გამოვლენას მთლიანად. მე მომისმენია ხშირად რომ სახლები თავარია, სახლებია ყველაფერი, აბსოლუტური სისულელია ეს გამონათქვამი, რაც უნდა კარგმა ასტროლოგმა გითხრათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველაფერი არის შიგნითაც არის. გამოვლენა როგორი იქნება ეს დამოკიდებულია ზუსტად სახლებზე, ადგილმდებარეობაზე და დაბადების ჰოროსკოპი არც ერთი შინაარსით არ არის განაჩენი. არც ის რომ გვაქვს რაღაც მონაცემები და იმას ვერ გადავალთ, მაინც ბევრ რამეს და განვითარდებით ამბობთ იქიდან. ეს ერთი და მეორეც გარესამყაროსთან ურთიერთობა მკვეთრად იცვლება ადამიანის გადასახლებით. ის როგორც კი წავალ სხვა ადგილას, მაშინ მისი ჰოროსკოპი მოწრეალდება, შიდა სამყარო იგივე რჩება და სახლი თვითონ იცვლის. ანუ გამოდის რომ მექანიკურად გადასახლებით შეიძლება შეცვალოს საკუთარი გამოვლინებები არა შიდა სამყარო. ანუ შიდა სამყარო ყოველთვის უცვლელი რჩება. აი ეს არის ჩაბეტონებული მთლიანად, დანარჩენი ყველაფერი ცვლადია. ამიტომ მე რამდენიმე ადგილას შეხვდა კიდეც სხვადასხვა ლიტერატურაში კითხვის დროს, რომ რაღაც დარგები ასტროლოგიის და ერთ-ერთი ეწერა ასტრომაგია. და ასტრომაგიაში განიხილებოდა მკვეთრად ზუსტად გადასახლებით შეცვლა ადამიანის ბედის.
ბედის არ არის, სინამდვილეში ეს არის გამოვლენის შეცვლა და გამოვლენა პრინციპში ბედის ნაწილი არის, მაგრამ ძირითადად ბედი მაინც არის ისაც მიიღო დაბადების მომენტში. ერთი კითხვა მაქვს და თუ მე რაღაცა პერიოდის განმავლობაში დაუბრუნდება იმ თავის ადგილს, ისევ იგივე ცხოვრებით გააგრძელებს ცხოვრებას, ეგ მაინტერესებს. მექანიკურად იგივეთი გააგრძელებს, მაგრამ ადამიანი ამოსულაში ხო იზრდება. რადგან თვითონ გაზრდილი ამოსულია იმ ჩარჩოდან ზემოთ არის უკვე და ის ისე ვეღარ უჭერს მას. თუ უჭერდა ხელში, მე ამ ძელზე უჭერს ამ ფეხებზე, ხო? ან უკვე ამოსულია და სულიად ზემოდან დგას. ამიტომ წასვლას რაღაც მომძლავრება ფორმაში მოსვლა და მე შეჯიდება თავიდან საკუთარ ჰოროსკოპთან ისე უკან გადმოსახლებით. იქ ძალიან აზარტული და კარგი მიდგომაც კი არის. ოღონდ ეს არის ცდელობა გარე გარდაქმნებით შეცვალოს საკუთარ თავი. ითი განსხვავდებით ჩვენ ახლა ან ყოველ შემთხვევაში პრეტენზია გვაქვს განსხვავდებით მასისგან, ხო? მასაც უდე გაგებით არ მოგფროთ მასა რომელსაც არ იცის არაფერი დასწავლოს, ხო? იმედთან ჩვენ განსხვავდებით, რომ ჩვენ სულება გარეთ არ ვეცეთ შიგნით ვეცეთ. და ახლა შიგნით ვეცეთ, ახლა გავიქცევთ და გარედან შემეცვალოს ეს ძალით. კი, შეიძლება გამოვიყენო ეს, რა თქმა უნდა. შეიძლება მე მივიდე მასაჟისტთან და იმან მასაჟები გამიკეთო რაღაცა მომეხსნას კარგად გავხდე, მაგრამ მე ამის გამომუშავება ჯერ არ ვიცი. თვითონ ცოტა გამომიმუშავა, ხო მე, თორე ცოტა ხანი კი მიშვერის ის. ბოლო-ბოლოს ამას დამოლებინებენ და ისიც მიშვერის, ხო? მაგრამ ჩვენ მაინც ვეცებთ შიგნით ამ სულებას. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ, ანუ შიდა სამყარო ადამიანის რა პოტენცია აქვს და მე უკვე გადავდივართ გარეგნულზე. ეს გარეგნული, რა თქმა უნდა, გარეთ კარგად ჩანს და ამიტომ უფრო შემოწმებადია. და ამიტომ შემოწმების პროცესი ხდება ისეთნაირად, რომ ვიძახიან, რომ აი როგორ ამართლებს, როგორ სწორი ყოფილა, როგორ და ამიტომ გარე ეფექტებით იძახიან. მე მქონდა ხოლმე სასაცილოდ მქონდა აგდებული ეს მომენტი. ეგ თუ სადმე ეფექტი მომიხდენი, ეს იყო თუ ზოდიაქოს ნიშანის შემთხვევით გამოვიცანი ადამიანს. ან ყველაზე დაბალი რაც შეიძლება გავუხარდეს თქვა ასტროლოგიაში რაღაცნაირად ჩახედულ ადამიანს, ეს არის თუ რამ ვინო ზოდიაქო გამოიცნა, დიდი რამე. არაფერს ეს არ ნიშნავს პრაქტიკულად. და იგი და შოქს იღება. აუ როგორ გამოიცნა ესე იგი რა მაგარი ყოფილა, რა მაგარი ყოფილა არაფერი რა. გარე ეფექტი რაღაცა მოახერხა. ეს ფაქტობრივად პირველ ხანებში 90-იან წლების დასაწყისში ვცდილობთ რაღაცების გამოცნობას, პრაქტიკის დაგვირგვინებოდა მოვიდოდა და ნებისმიერ უცხო ადამიანს რომ ხედავთ, ვამბობდით აი ზოდიაქოსი იქნება. და ძალიან საინტერესო განუსაზღვრება ჩამოგიყალიბდა და სამი ადამიანიდან ერთი კარგად იცნობდა მზისდებარეობას და სულ მზისდებარეობას ამბობდა, ანუ ზოდიაქოს ნიშანს ამბობდა პირდაპირ. მეორე ამბობდა დაბადების საათს პირდაპირ უნდა ჩანს, პირდაპირ ამბობდა 10-დან 9-ს ვეთქავდა ყველა. და მე იმ პერიოდში რაც ამით ვერთობოდი, ვამბობდი თვარეს არ გქონდა სინამდვილეში. ან ზოდიაქოს რომ ამბობდი თვარე გქონდა იქ. ჩვენ გავიარეთ და მე დავივიწყეთ ეს. საკითხი არაფერი აზრი იმ გამოცნობას არ აქვს. მაგრამ ჩვენ სამის ლაპარაკებს იმ სამ ძირითად მაჩვენებას ყოველდღიურად ხოლმე. რატომ მინდა მე დღეს სახლების მოყოლა? იმიტომ რომ თუკი ჩვენ დავიანგარიშებთ მე რა სიძლიერის არის ჰოროსკოპი, რაღაცნაირად რიცხვებში მინდა გამოვხატოთ, იქ ორი ვარიანტი ვექნება. ერთი იქნება კოსმოგრამის მიხედვით, მხოლოდ იქ სახლები არ ჭირდება, მაგრამ მეორე სისტემაში უკვე გათვალისწინებულია სახლები და მინდა რომ ორივე ერთად ვნახოთ. რა ისიც და რას გვიმატებს ჩვენ ეს დამატებითი მიდგომა. გამიხილა მხოლოდ ორ ვარიანტს მაგ შეფასებისას. ერთი იქნება ძირითადი მაჩვენებლები, ანუ მზე მთვარე და რვა პლანეტა, რომელ ზოდიაქოს ნიშნებში არიან რამდენი რანაირი ვიცით თქვენ დაყოფა ზოდიაქოს ნიშნების, ხო? 4 სტიქია და 3 ხარისხად, ან სიმძლავრეთ, რაც როგორც გენეთისა დავარქვათ. და მათი კომბინაციით როგორი პოტენცია აქვს ადამიანს ერთი და მეორე იქნება, როდესაც ჩვენ მას დამატებით სხვა ასტროლოგიური სკოლიდან გავითვალისწინებთ მზისდებარეობას გაორმაგებული ძალით, თვარის მდგომარეობასაც გაორმაგებული ძალით და ის სკოლა ჩვენ ვვითითებთ, რომ მერკურიც უნდა იყოს გაორმაგებული ძალით, რახანს ძალიან ხშირად მზესთან შეახლოვეს, ამას დიდი კორექტივები შეაქვს და ამიტომ მიანიჭეს ორი ფულა. თუმცა მან პროტესტი შეიძლება გქონდეთ, შეიძლება თქვა რომ არ მეტადა მერკური, მოდი იუპიტერს მივანიჭოთ ორი ფულა, მაგრამ იუპიტერი იმდენად მოწყვლადია ასპექტაციის მიმართ, რომ არ იცით ეს ორი ფულის მიმართულება. მას ეყოფა ძლავრი შეფასებები ტრანზიტების დროს ორმაგი, ვიდრე დაბადების ჰოროსკოპში ეს გავითვალისწინეთ. თან სიბრეყეა იმის იმედი გქონდეს, რომ აი იუპიტერი მერკა ყველაფერი კარგად მექნება, იმიტომ იუპიტერი არის ზუსტად ყველაზე სამართლიანი პლანეტა და როგორც კი სამართლიანობას არ ყოფს საკითხის ჯით. ასე რომ თუ დაჟაზე ლაპარაკი იუპიტერი ყველაზე სასტიკი გამოდის მაგ მიმართულებით. ასე რომ ამას ჩვენ არ ვენდოთ. ჩვენ არ განვიხილოთ სახლები რანაირია, ჩვენ გქონდა ეს ზეცკურსიც კი იყო ცალკე, როგორ იგება ასტროლოგიური სახლები.
სხვადასხვა დაუპროგრამირეთ კიდეც 4 წელი სახეობას სახლებისას ვაფულებდებდით. და განსხვავება მათ შორის ზოგადად არ მაქვს. პროცესს არ გჭირდება. ძირითადი ინფორმაცია არის არათანაბარი სახლებისა და აგებული არის ეგრეთ წოდებული პლაციდოსის სისტემით. მეორე ესეთივე გავრცელებული არის ეგრეთ წოდებული კოხის სისტემა და თუ გერმანულ სკოლებში მოგიწევთ ინფორმაცია, კარგად დააკვირდით, როცა გეუბნებიან რომ სახში რა მდებარეობს პლაციდოსით თუ კოხით გაკეთებული, იმიტომ რომ შეიძლება სხვადასხვა შედეგი მიიღოთ და პლანეტები ცოტა სხვა ადგილას აღმოჩნდეს. დასაწყისები პირველი მეოთხე მეათე და მე-7 მეათე სახლებზე ზუსტად ერთნაირია ამ ორივე სისტემას, მაგრამ შიგნით დაუყვა სხვანაირი, სხვა სიტყვის სხვაგან დაგეგმილება ხდება და ამიტომ ცოტა სხვანაირი შედეგი გამოდის. ჩვენ არ გვაქვს დიდი პრობლემა ამ არათანაბარი სახლების შემთხვევაში, იმიტომ რომ რეალურად საკმაოდ მდგრადი არის ზომიერი საწყლის ადგილმდებარეობის მიმართ. და სახლები ძალიან არათანაბარი არ გამოდის. მაგრამ თუ თქვენ მიხოთ უკვე პოლარულ არესთან 60 გრადუსი განედებთ ანაკეთიკით დაიწყებთ გადასვლას და იქ ააგებთ ჰოროსკოპებში, უკვე აღმოაჩენთ რომ შეიძლება ერთი იყოს 75 გრადუსი და მეორე იყოს 7 გრადუსი. ასე დიდი განსხვავება შეიძლება იყოს სახლებს შორის, ამიტომ მდგრადობა ამ სახლების ეგრევლება. და თუ კი თქვენ მოგიწევთ გაკეთება კონკრეტული ჰოროსკოპისა, რომ ადამიანს რომელიც დაიბადა ნორვეგიის ჩრდილოეთით სიტყვაზე ან რაღაც ესეთ ადგილას, მაშინ იქ არც კი უნდა გქონდეთ იმედი იმისა, რომ ამ გაბატონებული სისტემებს დააგებთ, მაგჯობია იყოს თანაბარი სახლები მეათე სახლიდან, მედიუმ კოილიდან, ან ზენიტიდან გადმოთვალოთ. დიდად ვარ დაგჭირდება დააყენებთ პირდაპირ კომპიუტერში ის გიპოვით და მხოლოდ ამის შემდეგ თუ კი სადღაც გადმოსახდება, შეგიძლიათ უკვე მაგ პერიოდში სხვა სახლების სისტემაზე გადაიყვანოთ. საერთოდ სამეცნიერო კუთხით და სიზუსტით და კაი დაგეგმილებით კარგად გამოთვლით, უფრო კარგად ითვლება კოხის სისტემა, მაგრამ შედარების საშუალება არ გვაქვს, საუკუნეები ბევრი არ არის გაკეთებული კოხის სისტემით, ასე ვთქვათ. ის არის მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებული კარგად და 2 საუკუნე არც კი ისი მასალა სტატისტიკური დაგროვილი. პლაციდოსის არის ინგლისელების დამსახურება, მათი კონსერვატიზმის დამსახურება და 4-5 საუკუნეს მასალა არის გაკეთებული ჰოროსკოპებისა თუ პლაციდოსის სისტემის. საქმე ის არის, რომ სხვადასხვა სისტემებით კეთდებოდა, სხვადასხვა ავტორების სახლებით კეთდებოდა ჰოროსკოპები, მაგრამ საფრანგეთს და დიდ ქვეყნებს აქვს წვეთა ასტროლოგიაში სერიოზული, როდესაც აღორძინების ეპოქა გაბატონდა კარგად, 1650 წლიდან დაწყებული უკვე გაქრა ოფიციალური თანამდებობები ასტროლოგებისა, სამეფო კარის ასტროლოგები გაქრა. ბოლო ასეთი ასტროლოგი კონტინენტურ ევროპაზე იყო მორინი, როგორც უდიდესი ასტროლოგი საერთოდ ყველა დროის და მას არც შებედეს, არც მოსულიათ აზრად მისი გადაყენება, ასე ვთქვათ. ყველა სამეფო კარმა გააუქმა ეს თანამდებობა, აბსოლუტურად ყველგან ასტროლოგი განდევნილი იქნა ყველაფრიდან, მათ შორის უნივერსიტეტიდან და მორინის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთიდანაც. უბრალოდ მორინს აქ უზარმაზარი დამსახურება გარდა იმისა, რომ 23 ტომეული დატოვა თავისი ასტროლოგიის, გალური ასტროლოგიისა, 21 ტომი აბსოლუტურად პირდაპირ არის საცნობა რომ მასალა ასტროლოგიაში შეიძლება დაიდებდო პირდაპირ იყენებთ ყველაფერში. და ეს იყო გამოკვეთილი ასტროლოგიის, არ იყო არც ხედვები ჰქონდა, არც შემოქონდა, მაგრამ არ გაკეთებდა ამის ასე ვთქვათ, კონსტატირებას გარეთ არაფერს არ ამბობდა და მას პირდაპირ ყველაფერი ასტროლოგიით არის გაკეთებული. მათ შორის ცნობილი არის მეფებზე ჰოროსკოპი, ანუ უკვე მე-14 ჰოროსკოპი, რომ დიდი ადამიანი იყო შეაპარეს ან ავსტრიელის სამშობიარო ოთახის გვერდით ოთახში და ფარდის უკან იყო და ყველი გაიგონა ის ჩაიწერა ისტორია და გააკეთა ჰოროსკოპი ამაზე. ასევე მას აქვს გაკეთებული ჩარლზ პირველის ჰოროსკოპი, ინგლისის მეფის სამეფოსთან მოკვეთეს, რომელსაც მაშინვე, იმიტომ რომ ახლდა მის საცოლეს უკვე მერეცოლს გენრიეტას ინგლისში გააყოლეს და იქ რო ჩავიდა იმის ჰოროსკოპიც გააკეთა გენრიეტას ცხონდა გააკეთებული. გააკეთა იქვე და იქ ურჩია პირდაპირ აი ამ პერიოდში 40-იან წლებში 1600-იან წლებში 40-იან წლებში ძალიან ცუდი სიტუაცია გაგვდა ყველაფერი დათმაჯობია. და მიუწვიდა ეს პერიოდი და მართლაც როცა პრობლემთან პირველად დამარცხდა და დანებდა და თქვა გააკეთეთ რაც გინდა თო მე ჩათვალა თვითონ ძალიან პრიმიტიულად ჩანსმა ხო გადაიერა ახლა ამ პერიოდში მოვიდა მოტრიალდა და მე გავუხმო თვითონ ყველაფერი გაგიჟდა პრომელი და შინჯარი ყავდა თავიდან შეკრება და ეშაბათამდე მიიყვანა საქმე მე დასაჯეს
ან თავის დაკარგვა ეწევა პირდაპირ პროგრამაში, გადადგომა და კონსტიტუციური მონარქია შეუნარჩუნებდა მას ყველაფერს, მაგრამ ეს არ გააკეთა და არასწორად გაიგო. მორინი ასევე ნამყოფი არის რომის პაპთან, რომელიც ასევე კარგი ასტროლოგი იყო და მასთან ერთად იჯდნენ და ჩავიდა 2 დღით და დარჩა 2 თვით და ჰოროსკოპებს არჩევდნენ და ისტორიაში რაღაცებს აკეთებდნენ, მაგრამ უედნიერესი ორივე. არავის აღარ ეცალა თავის საქმისთვის ისეთ დღეს ჩავეშტა. აი მორინის გარდაცვალების შემდეგ უკვე საფრანგეთიც გაწყდა ცოდნა და ის მორინუსის სისტემით აგებული ჰოროსკოპები მანამდე რეგიმონტანუსის სისტემით ანუ ეს ცნობილი ეზოტერიკოსებიც იყვნენ, სულ ყველასში მოხდა წყვეტა და საერთოდ ასტროლოგია მიიჩქმალა მე-19 საუკუნემდე. ერთადერთი თავის კონსერვატორული შეხედულებების გამო ინგლისში არაფერი არ შეხებია არაფერს და იქ ასტროლოგები მუშაობდნენ პლაციდუსის სისტემით, ამიტომ დაბრუნდა 4-5 საუკუნის მასალა გადამულად და როცა კონტინენტურ ევროპაზე ისე მოვიდნენ ასე რომ ასტროლოგიის თვალა დააბრალეს მეტი ასე ვთქვათ ჯორები და ახსოვენი იყო ეს თავიდან რაღაცა აღედგინათ და განვითარდა მართლა ინგლისში, ამიტომ ინგლისიდან გადმოიღეს თავიდან ყველაფერი და პლაციდუსის სისტემაში გვაქვს ახლა დაგებული ძირითადი ჰოროსკოპები, ჩვენც ამას ტრადიციულად მივყვებით. სხვათა შორის მაშინური დამეწყო, როგორც კი წავიკითხე კოხის სისტემაზე და მე იქ დამეგროვებინა მასალა, ალბათ ახლა დიდი ხნის გადასული იქნებოდა, 5 წელიწადში გადავიდოდი ალბათ დამეგროვდებოდა მასალა, მაგრამ არ მომინდა რომ შედარებები მინდოდა, ამიტომ მეც პლაციდუსში დავრჩი. სხვათა შორის ამ აგებების შემდეგ ის 12 სახლი ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ჩამოვიაროთ ახლა და თქვათ მათზე ვილაპარაკოთ, აქ უბრალოდ დახატულია სივრცეში ეს სახლები. პირველი მათგანი არის ჰორიზონტიდან პირველივე ნაწილი. არ ვიტყვი პირველი 30 გრადუსი, რაღაცა პირველი სექტორი. ხო, პირველი ერთი ცალი 12-თაგანი. მე-12-საც ვერ იტყვი, თუ ზუსტად 12 შეიძლება არ იყოს. ეს არის პირველი მე. ანუ ვინ არის ადამიანი, რანაირად ავალეს საკუთარ თავს, რა საშუალებები აქვს საკუთარ თავის წარმოჩენას. რა თქმა უნდა, ანალოგია შეგიძლიათ ვერსთან გავავლოთ, მაგრამ ამ თავდება ეს ანალოგია ზუსტად, იმიტომ რომ არ არის ლაპარაკი ვიღაცის გაყოლებაზე, რაღაც ინიციატივებზე, არ არის პირადი ინიციატივებზე ლაპარაკი, ეს პირადი გამოვლენა არის ადამიანის და პირველი სახლი უჩვენებს თუ როგორია თვითონ ადამიანი, თუ როგორ ახდენს ასე ვთქვათ საკუთარი როგორ მიისწრაფებს თვითონ, სინამდვილეში ფასადს როგორ უჩვენებს თვითონ როგორ ტიპი არის და საერთოდ მოდის. ეს არის ასცენდენტიდან გაპირობებული, მის დასაწყისი პირდაპირ უჩვენებს, რომელზეც ექვსი აღმოჩნდება, აი იმის ტიპის პირადი გამოვლენა აქვს ამ ადამიანს, იმ შთაბეჭდილებას ტოვებს. ხა სხვებს არ გადავწდა ყველას, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მე 10 მაჩვევები და 7 მიწის ნიშნებში მაქვს, დაბადების საათი ტყუპების, მაგრამ რომ მივაყრე ხოლმე ტყუპებით ეს არის. ასე ვთქვათ, შეხება კონტაქტი თითქოს მარტივია. მეორე სახლი არის საკუთარი ცოდნა და ფინანსები. მე სპეციალურად ვამბობ ესეთ მოკლე სახელებს. თქვენ თვითონ 20 წელს წაიკითხავთ, შეიძლება თვითონ მოედი და მეტი შეხვდეთ, როცა დავუგულავთ ამას და ნახავთ. ანუ ეს არის ის, რასაც ადამიანი მოიპოვებს თვითონ. ანუ გავიდა საშუალზე, საშუალო აიპოვა, ხელფასი იპოვა, პრემია იპოვა, ცოდნა იპოვა, რაღაცა მოძობა ცოტა, ხო? ანუ ეს არის ის, რაც მან აირჩია, როგორი უნდა მას. და იმ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელშიც იქნება მეორე სახლის დასაწყისი, განპირობებულია, როგორი ტიპის ცოდნის აკრეფა ეხერხება, ან რა ტიპად ეხერხება ეს. და როგორი ტიპის სამუშაოს მოაქვს მისთვის მეტი შემოსავალი, ხელფასის და პრემიის სახით. მე არ მინდა რომ თქვენ გეგმოთ, რომ ამით ყველაფერი განისაზღვრება, არა. ფინანსების სფეროს შეფასება თუ გინდათ ჰოროსკოპიდან, მარტო მეორე სახლს ვერაფერ ვერ განსაზღვრავს. მთელი კომბინაცია წვიათ რომ დაინახო და იქიდან დაიწყოთ რაღაცების ამოღება. ვითომაც მე ჯერ მერვე სახლამდე არ მისულა და მერვე სახლი კორპორაციული ფინანსებიც კი არის და იქიდან წილია. შესაბამისად შეიძლება ეს სუსტი კონდეს ადამიანის იძლიერება და გაცილება მილიარდერი იყოს. საერთოდ ხო, ამ ხელფას პრემია საერთოდ კონდეს, მაგრამ კონდეს შემოსავალი სხვანაირი. მარტო ესეც არ არის, კიდე სხვა ნიუანსებიც არის. მესამე სახლი არის ახალგაზრდები, ბიძაშვილი, მამრობითი, დაზმაგიზობლები, ნაცნობები, ჯორები, ანუ წვრილ რაღაცები, რომელსაც ადამიანი პირდაპირ პატარა მოგზაურობები, პატარა ნაწილს. ანუ ყველაფერს რასაც შეიძლება მიედნოეთო. მე არ ვფიქრობ ახლა მიედნოებაში როგორ შეიძლება ჩავსვათ პირდაპირ დაძმა და მეზობლები, მაგრამ ეს მართლა მეზობლები მართლა ესეა, გამოდი მიედნოებენ, შენი არჩეული არა და არც დაძმა შენი არჩეული. ასე რომ ის შეხვდა და შენ და ეს მიიღო რაღაცნაირად და უნდა მიიღო წვრილ პატარა გადარბენებით. ხო? რომ მიხედი შეეხე, მიხედი ისე შეეხე რაღაც გააკეთე, ან კომუნიკაცია უნდა იქონია. კომუნიკაციის სახლია სინამდვილეში. ისე ვამბობ. ახალგაზრდები, ბიძაშვილი, მამრობითი, დაძმა, მეზობლები, ნაცნობები, ჯორები.
ჯორები ატვირთო ზედმეტი ინფორმაცია თუნდაც ზოგ შემთხვევაში ნიშნავს განათლების გარკვეულ დონეს სწორებას. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ნიშნავდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობებსაც. ანუ თუნდაც გავედი. არაფრით არ შეიძლება მიფიქროთ, რომ ძალიან მაღალი დონის ურთიერთობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან შეხება. ეს ზუსტად წვრილმანი, რომლებიც ეს ბევრი წვრილმანი ერთად არის უზარმაზარი რაოდენობა და ეს გვიჭირს ჩვენ თორე სიამბლეში ფასეული დიდად არ არის უბრალოდ საჭიროა და ყველასთვის ცოტა გვაქვს ასე ვთქვათ. აი მეოთხე სახლის დასაწყისი ეს არის უკვე შინაგანი სამყარო ქვედა საერთოდ თუ დააკვირდებით პირველი მეორე მესამე და მეოთხე საერთოდ ამ ბურთის ქვედა ნაწილი არის. ანუ რომელიც გაქვს ამ ჭურჭელში და ვერ გაურბიხარ, ვერც ნათესაობას გაურბიხარ, ვერც მეზობლებს გაურბიხარ, ვერც ნორმატივებს ვერ გაურბიხარ. ანუ თუ ამ ჭურჭელში ცოტა მაინც წყალი ასხა იქ ეხება იმას აუცილებლად, ხო? მეორე ნაწილი არის სახლი, ვერც სახლს ვერ გაექცევი, ვერანაირად. და აი ამ მეოთხე სახლის აქეთ მესამე მეოთხე. ეს არის უკვე მშობლების სამშობლო თქვათ უძრავი მონება, ანუ ყველაფერი ასე შეიძლება დაეხო რაღაცნაირად, ეს არის მეოთხე სახელი. მეოთხე სახლის მდებარეობა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უყურებს თავის ფუნდამენტს ადამიანი, საიდან რანაირად ზოდიაქოს ნიშანში იმისთანაც შესაბამისობით უყურებს ამას. სხვათა შორის თუ სახლებში ძალიან ღრმად დავიწყებთ ჩახედვას, მე თქვენ დაინახავთ, რომ სახლის დასაწყისების 12-ვე ზოდიაქოს ნიშანში აღწერებსაც ნიუანსები შემოაქვს. მაგრამ როგორც თქვენ პლანეტებზე გელაპარაკეთ და სტიქიებზე გადაგიყვანეთ ყურადღებით, ახაც სტიქიები გეყოფათ აბსოლუტურად როგორი ტიპის მიდგომა არის თითოეული სახლისა, მაშინვე იტყვით ამას. ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ფატალურ რაღაცებსაც უჩვენებს მეოთხე სახლი, იმიტომ რომ მეოთხე სახლში კონკრეტული მდებარეობები პლანეტების განსაზღვრავს რანაირი სიმძიმე ან რანაირი ტვირთი აქვს მოტანილი ადამიანს არა მანდა მაინც კარმის კუთხით, არამედ უბრალოდ პლანეტური ენერგეტიკის კუთხით. ზოგ შემთხვევაში უჩვენებს ფატალურად მიმდინარე პროცესებს მშობლებთან დაკავშირებთან, დედასთან, ამასთან დაკავშირებით. მეხუთე სახლი არის საყვარელი ადამიანის ბავშვების შემოქმედებითი აქტივობა, სპეციალურად ცდილობთ ცოტა ვთქვა რაოდენობრივად. და ეს არის ზუსტად ის რა ტიპის შემოქმედებითაც შეიძლება მიუძღეს საქმეს. შემოქმედება ისაც ვახსენე, მაგრამ შვილებით შემოქმედება და სიყვარულით შემოქმედება არის. ანუ საყვარელი ადამიანი, ეს არის მეგრელს ეკითხებენ, რომელი უფრო საყვარელია, ცოლი თუ საყვარელია, თვითონ სიტყვა გვიჩვენებს, ხო და ახლა ესეთი ამბავი, ეს არის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადგილი. და ბედნიერება ნამდვილად ის, როდესაც თქვა მეუღლე და საყვარელი ერთმანეთს ემთხვევა, გინდა კაცის, გინდა ქალის ცხოვრებაში სულ ერთია. იმიტომ რომ ადამიანს თვითმიზანი ზოგადად არ აქვს, ახლა დამახინჯებული ბევრს ახავსდით. ეს და გონიათ რომ აშკაცობა ბევრი ურთიერთობები, სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ურთიერთობა ვერ იპოვა და იმდენ ეცებს კი. ჩვენ თუ გახსოვთ ერთი კაი ფილმი იყო, არის კიდეც ახლა დიდი ხნის გადაღებული, საკმაოდ და ყველაფერი დამაგწნა ფილმის სახელით. ორი კარგი სახელი თამაშობს, მაგრამ ერთ-ერთი ეს კაცი არის წამყვანი თან ესეთი სასიყვარულო ურთიერთობების ახსნა და რაღაც ესეთ რამებზე ლაპარაკობს უფრო. და მას როცა ცვლიან და მის მაგერ სხვა გამოდის მე ეს გარნის მე ურთიერთობიდან ასე თქვა გადადის სხვა ტელევიზიაში და ამ პერიოდში ის მეორე იყვეხნის და რომ მე ესეთ მაგარი ვარ რომ ურთიერთობა მქონდა 136 თუ 119 ქალთან და ყველა ამ დროს ამ ურთიერთობის დროს ყველა იყო ყუაზე გონებაზე. ანუ ესეთ ამას ანუ 100 მეტი და საერთოდ 20 მეტი უკვე ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია, ცოტათი ბევრი კი არა. ეს უკვე ნიშნავს რომ არა ისმის იმაზე ვერც გაიგული რა არის და შესაძლოა ამნიშნულობა გინდა ქალს კონდეს იგივე ხო დიდი კოლექცია. თავად ის არის რომ იპოვო საკუთარი თავი და იპოვო ურთიერთობა. თუ ურთიერთობას ვერ იპოვო საკუთარი თავი მაინც იპოვო. ბავშვებსაც უჩვენებს როგორც შემოქმედების ნაყოფს, შედეგს და ამიტომ ეს მეხუთე სახლის არის ფაქისტის სახლი ძალიან როგორი ტიპის სიყვარული, როგორი ტიპის სიყვარული ბავშვებთანაც და როგორი ტიპის სიყვარული შემოქმედებით საქმიანობის მიმართ. ამ გამოვიდოდეს სიყვარულის და შემოქმედების სახლი. ყველა თავისუფლად განიცდის რა თქმა უნდა მეხუთე სახლის შედეგებს და ბედნიერია ის ადამიანი, ვინც მოახერხებს მეხუთე და მეშვიდე სახლის იდეების გაერთიანებას. მოდით გადავიდეთ ჯერ მეექვსეზე. მეექვსე სახლი მოკლედ რომ ვთქვათ არის სამსახურისა და ჯანმრთელობის სახლი.
ოღონდ ჯანმრთელობაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმის, იმიტომ ეს არ არის მარტო ზოგადად ჯანმრთელობა, ეს არის ისეთი დარღვევები ჯანმრთელობის, რომელიც შეიძლება ქრონიკულ დაავადებებში გადავიდეს. ოღონდ მომაკვდინებელი არ იქნება. ანუ პრინციპული მომენტი არის. ეს არის ზედაპირული, მაგრამ რომ დაგიმძიმებს ცხოვრებას და მოგიწამლოს ცხოვრებას თუ კი ის გაგიქცა ხელიდან. ამიტომ რა თქმა უნდა მეექვსე სახლის შესწავლასაც როგორც ყველა სახლისაც დიდი მნიშვნელობა და იმისთვის რომ ადამიანი ბედნიერად და კარგად იცხოვროს, ამისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მას კონდეს კარგი სამსახური და კონდეს კარგი ჯანმრთელობა პლუს არაქრონიკული დაავადებები, ესეთი კარგად რეგულირებადი. ზუსტად მეექვსე სახლიდან გამომდინარე. ანუ ეს არის შრომა, კაცოს კი გახსო რაღაცით რა, რომ წვრილმანი რაღაცების კეთების უნარი და მოვიდოს წვრილმანად საკუთარ თავის მოვლის უნარი, ანუ რაღაცა ჰიგიენური, სწორად დალაგებული, მიზანმიმართულად დალაგებული ქმედებების ერთობლიობა. აი ეს გაწერა არის ზუსტად მეექვსე სახლის მთავარი მომენტი. ის არ არის წამყვანი სახლი, არანაირად. პირველი და მეოთხე წამყვანი სახლები, კუთხის სახლებია, რომლებიც თორმეტად დარეგულირება პირველ რიგში უნდა მოხდეს, მეექვსე სახლი არ აუშავს ისეთი, რომელსაც მოვაყოლებთ რაღაცა კონტექსტში და სხვა მხრიდან გამოგაჩერთ. იპოქონდრიებსაც ნიშნავს ნაწილობრივ, ოღონდ თუ ქალწულში არის დათევზებში დაზიანება, ზოდიაქოს ნიშნებში, მაშინ იპოქონდრიაში ნაგანი დიდი პოტენციაა ძალიან, მაგრამ თუ გარე გამოვლენა, თუ მეექვსე სახლი მიყვაზე, მაშინ მას გარე გამოვლენაც აქვს, თუ მარტო მეექვსე სახლია, მაშინ მარტო გარეთ აქვს. ჩანს რომ იპოქონდრი კიდე სინამდვილეში არ არის. მან გარეგნულად აღდა თვითონ აღაწევს, სადაც ხებ წუხდებიან. მეშვიდე სახლი ეს არის მეექვსე იყო ეს და მეშვიდეზე გადავედით. მეშვიდე არის უკვე ჰორიზონტზე მოსახლებზე გადავდივართ, პირველი 6 ჰორიზონტს ქვემოთ იყო, აი ეს მეექვსე აქ იყო და მეშვიდე უკვე აქ გვაქვს ზემოთ. მეშვიდე სახლი ეს არის ცოტა დახრილია, მე მგონი ხატვა. ჰორიზონტზე მოთ პირველი სახლია და გვაძლევს გარეთ როგორ გამოვიდეთ, როგორ ვაჩვენოთ საკუთარ თავი, ან როგორი კომპანიონი დავიყენოთ გვერდზე, ან როგორი მეუღლე ჯობია ჩვენთვის. ანუ მეშვიდე სახლი მარტივად რო ვთქვათ, ეს არის გარეთ გამოტანა, შინაგანად პირველი იყო საკუთარ სახლში, შიგნით იყო ეს გარეთ გამოტანა, ანუ მე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. მე ვარჩევ რაღაც საქმეს, ანუ საქმის გარჩევაც მეშვიდე სახლი გარეთ გამოტანა არის. ანუ ხშირ შემთხვევაში ეს ნიშნავს ხოლმე როგორ დამოკიდებულება ექნება ადამიანს სასამართლო პროცესებისა და მოსამართლეების მიმართაც, ხანდახან ეს როგორც ისი ეფექტსახეობა და როგორ ტიპის არის მეუღლე ან კომპანიონი, როგორია სასურველი იყოს ეს. თუ მეხუთე სახლი და მეშვიდე შინაარსობრივად ემთხვევა მეტნაკლებად ერთმანეთს, მაშინ ადამიანს მოთხოვნილება აქვს, რომ საყვარელი ადამიანი იმ ტიპის საყავდეს და მეუღლეს და როგორც ეს საანადვილად ახერხებს ამას. თუ არის განსხვავებული მაჩვენებლები, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ერთი იქ და ერთი იქ. თუმცა ძალიან მარტივი გადასაჭრელია ხოლმე, ეგრე მოდი ორივე მეყოლება იქ ცალკე. პირველ ეტაპზე გონია თუ ძალიან კაია. სინამდვილეში არსებობს ესეთი გამოთქმა რა. ერთი ქალი ძალიან ბევრი, ორი ქალი ძალიან ცოტა. ეს გამოთქმა არის და ყოველთვის ეს ხდება რა, ერთი თუ არის, იმას ვერ აუხვალ იმ გაგებით, რომ როცა მისთვის ყველაფერს ფიქრობ, მაშინ სულ ხარ დაკავებული და სულ რაღაც საკეთებ რა მისთვის და ძალიან დიდი საქმე და მართლა დიდი ურთიერთობაა ეს და როცა 2 და 3 არის ურთიერთობაში ეს ნიშნავს, რომ არც ყველაფერს აკეთებ რა და ამიტომ დიდად არის საკითხი საკუთარ თავზე, ამიტომ ძალიან ცოტა გეჩვენება. ეს ძალიან ზედაპირულად ცხადია. მეშვიდე სახლის შინაარსი და მეხუთესი ეს ზოდიაქოს ნიშნები როგორც არის და მათ შორის მათში მდებარე პლანეტებიც მოქმედებს ამაზე. თუ მამორი აღწერის გაერთიანება ერთ ადამიანში ხერ ხდება, ხო შეიძლება ტიპაჟი ესეთი აჯთვისებები გქონდეს ერთიანად. მაშინ აი ამისთან ადამიანის პოვნის შემთხვევაში მეუღლე და კომპანიონი თავისუფლად შეიძლება იყოს ერთ-ერთი ადამიანი. ბოძიში მეუღლე და საყვარელი ადამიანი. კომპანიონი თავისუფლად ცალკე საკითხი არის. არ გამორიცხავს იმას, რომ მეუღლე სხვა იყოს და კომპანიონი ერთ-ხუთი არსებობდეს კიდევ სხვადასხვა საქმეებში იყოს, სხვა არ აუცილებელი ხომ ადამიანს ყველას მეუღლის პოზიცია გქონდეს. პირიქით, ერთ ძალიან სასურველი. ამიტომ მეშვიდე სახლი ჩვენ გვასწავს უკვე პირველ შეხებას გარე გამოვლენასთან. ანუ მე გამოვედი ჰორიზონტიდან და პირველი სახლი, რომელიც მაჩვენა რომ მე გარე სამყაროში გამოვდივარ, არის მეშვიდე სახლი. საწინააღმდეგოა პირველი ჩაკეტვის, ასე ვთქვათ. მერვე სახლია ტრანსფორმაციისა გარდასახვის სახლი პირველ რიგში ეს არის და ყველაზე დიდი სახიფათო რაც მოხდა თარგმანში ერთი ენიდან მეორეში მეორე და გადაბრუნებულ თარგმანებში ზუსტად
იყო ის, რომ არასწორ თარგმანში მერვე სახლს დააწერეს გარდაცვალების სახლი, არა. ეს არის გარდასახვის სახლი, რომელიც ერთ-ერთი სახეობა არის გარდაცვალების. და როგორ გავყავთ გარდაცვალება ერთხელ და აქედან გაგიმოს და მორჩა. მე სხვა ნახარ და გარდასახვა ცხოვრებაში ბევრჯერ შეგიძლია გააკეთო, უფრო უკეთესი გახდეს ზემოთ წახვიდე და უსაშველოდ გადაწიო, ესე ვთქვათ, კონკრეტული გარდაცვალების დრო. თანაც ამ დროს ვითარდება ადამიანი, ხო? სულისროყოფა ხდება და უკეთესია. ამიტომ დიდხანს ყოფნა და მუდმივი გარდა. ამიტომ ჩვენ მივყვეთ ახლა ცოტათი შემდეგ მომენტს ამ გარდასახვაში რა შეიძლება შედიოდეს. ეს არის ყველაფერი, რაც ადამიანს არ აქვს თვითონ, მაგრამ შეიძლება რომ ისე გახდეს, რაღაცნაირად გამოჩნდეს რაღაცა ტრანსფორმაციის შედეგად. როცა ფინანსები ვახსენე, რომ მეორე სახლი არის საკუთარი მოპოვებული ფინანსები, ის არის სხვა განმოპოვებული და იქიდან გადმოთარგმნილი ფინანსები. ანუ კორპორაციული საქმიანობიდან წილი, კი ბატონო, მეორე სახლი ესეც. და არა ჩემი ამ თუთას, მაგრამ მივიღეთ რაღაცა გავაკეთეთ რაღაცა, იქიდან წილი ვერ გება, მივიღეთ ჩემთან გადმოვიდა, ანუ ტრანსფორმაციით გადმოვიდა ჩემთან. იგივე არის მემკვიდრეობით წილი, იგივე არის დაზღვევიდან მიღებული წილი, ანუ ეს სფეროები, როდესაც მე პირდაპირ ეს არ მერგება, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ტრანსფორმაციები ხდება და ჩემამდე მოდის. და შეიძლება მას შეადგინოს საკმაოდ დიდი ულუფა. შეიძლება რაღაც მომენტებში პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვნად გადააჭარბოს ხელფასსა და პრემიასაც კი. გააჩნია ხო სიტუაციას და როგორ არის. ამიტომ მოდის ამით თქვი და მეოთხე გარდაცვალება, სახეობა გარდაცვალებისა და როგორი ტიპის იქნება გარდაცვალება, რა ტიპის ავადმყოფობა არის საფუძველი გარდაცვალების და მერვე სახლში ჩანს. ანუ მერვეში ჩანს ქრონიკული დაავადებები, რომელიც მომაკვდინებელი არა და მერვეში ჩანს უკვე იმ ტიპის დაავადებები, რომელთა გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს გარდაცვალება, ამიტომ მისახედია თავიდანვე, აი თქვათ თუ ადამიანს აქვს სიტყვაზე ხელისწერებთან დაკავშირებული პრობლემები, თქვათ ყურბებში რაღაცა და დაზიანებულია და დაუჭირს და თითი და არ აქცევს ამას ყურადღებას. ისეთი ინფექციისგან მიდრეკილება არსებობს, რომელიც მე მოუწამლოს სხვა რამებს და მე იმათი გართულება წლების შემდეგ იძლევა ზუსტად იცის, რომ თითის გამო მოვიდა ყველაფერი. ასე რომ მიქცევა საყურადღება თითი მეთქინა იმეზე ამახთა ჩემი ეს თითი და ეს ჩემ სასიკვდილო შეიძლება იყოს, ამიტომ ჯობია ახლა მიაქციო ყურადღება. ყურბებს ახლა უფრო მნიშვნელოვანი სხვა აქვს ასონთი გზები იქ, მაგრამ მით უმეტეს ესეთ ადამიანს თუ გრიპის შემდეგ რაღაც მცირე გართულებაც კი აქვს, ბოლომდე უნდა მიყვეს და მაშინ გააქროს იქიდან ყველანაირი სამუშაოთოს, რომ იმის არ დარჩეს რაიმე და იმის გართულება მაგრამ გამოიწვიოს შემდგომში პროვოცირება ამის. ასე რომ აქ არის გზა ნაჩვენები, რომ ჩვენ ყველა ესეთი დამიწებული ცოდნები რაც კი არსებობს, აი ახლა დღეს ამას გაგიკეთებ, ამას მიიღებ, ამას გაგიკეთებ, ამას მიიღებ. აი ამათ ესენი რომ ვიწინასწარმეტყველებენ ჩვენ ჩაკოლბას სიკვდილს და გარდაცვალებას, ჩვენ იქ ავიდეთ ზემოთ და გარდასახვა მოხდეს, უფრო სხვა დონეზე წავიდეთ. იგივე ჩემ მაგალითს მოვიყვან, მე 10 წლის წინ დავი უნდა ყოფილიყო, ცოცხალი ვარ. ესე მგონი მოვასწარე მოსვლა პირდაპირ. თქვენ ყურებთ უყავს მერვე სახლში და ხელი დაგიზიანდა, თუ მოგეს არ აქვს მნიშვნელობა? არა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ახლა ესე გახილოთ ნელია ძალიან. თალკე დეტალს. და მე პირველ სახლში მოგები და ძირითადად მაგაზე ესე მაქრე არ მაქვს. დიდი პრობლემა. მე შემდეგი სხვათა შორის ზოგ შემთხვევაში იმის გამო რომ დიდ ტრანსფორმაციაზე ლაპარაკი გარკვეული მაჩვენებლები შეიძლება ნიშნავდეს სექსუალურ გარდაქმნას, ენერგიების გარდაქმნასაც მერვე სახლი და ამით ის მოდელს გავს. მაგრამ ეს მისი წამყვანი მაჩვენებელი არა, ისე ტრანსფორმაცია და ერთ-ერთი ტრანსფორმაციის ენერგეტიკული ტრანსფორმაციის სახეობა შეიძლება იყოს მერვე სახლში მდებარეობა პლანეტების. მეცხრე სახლი არის ფილოსოფია, რელიგიური სპონდენცია, უმაღლესი განათლება, უცხოეთი. ანუ ყველაფერი ისაც ჰორიზონტზეა და ვერ წუდები. აი მივედი კიდევ ვერ მივწვე, ვერცაც ვერ მივწვე, ამ უცხოეთსაც ვერ მივწვე, ბოლომდე და ვერც ცოდნას და ვერც ფილოსოფიას. ხო, მიდიხარ არ დავდება. აი ესეთი მიუწვდომლები არის მეცხრე სახლი. აი როგორც მესამე იყო ყველაფერი დროიდან დააფერმარი და მეტი დროიდან გაწუხებს, აქ მე მეტად შორს არის ყველაფერი, მათ შორის მოგზაურობების დიდი მოგზაურობები მეცხრე სახლისა და დროიდან მიემოედა არის მესამე სახლი, რომელიც ნაკლების უნდა წადა ასასია მონოტუ აღწყობა გაგაკეთეთ. მეცხრე სახლში პლანეტები პრაქტიკულად არის ენერგეტიკა მოცემული იმისთვის, რომ მექანიკურად უცხოეთში ბევრი ურთიერთობები ჰქონდეს ადამიანს მექანიკურად, მაგრამ შეიძლება ნიშნავდეს, რომ დიდ ცოდნას გაიგავს. ახლა რა ვიყოთ ჩვენ, თქვათ მე არ ვიცი ჟურნალის ჰოროსკოპი, მაგრამ მას უცხოეთზე და საერთოდ სასწაული
ფანტაზიებია ხო დაწერილი ძალიან ისეთი რომ თითქოს ყველა ახდა პრაქტიკულად რაც მან დაწერა. ანუ აღნიშნავს რომ ადამიანი წავაუწყოში ის პრაქტიკულად არ გქონდა, სადღაც იყო საფრანგეთთან ცოტათი გასული და ისე დაბრუნებული. და ამდენი რამე აღწერა ძალიან ზუსტად ხო? ანუ ის მოგზაურობდა, ის მაგალითი იყო მოგზაურობისა, მაგრამ მაინც ტიბეტში ხარ და წავიდეთ ტიბეტელების გაკვირვებას ხო უნდა შევხედოთ, რომ ჩვენ დღეს სამჯერ ვდივართ ესე და სტოლობენ ახლა ყოველდღე დაძვრებიან ამას. ეს სამჯერ ვდივართ შემოვიდეთ ხო? თებზე. ასე რომ იმანი მოგზაურება მაგალითი გვიჩვენა ჩვენ რომ აი მეცხრე სახლი მან განახორციელა. მეათე სახლია სხვათაშორის ზოგადად შეიძლება ჩავავმატოთ, ჩავაკვეთოთ კიდე ესეთი რამე, რომ ეს არის პირადი პრესტიჟი ადამიანის. ესეთი ამ სიტყვებით არ წერია ხოლმე, მაგრამ მეცხრე სახლი პირადი განვითარება, ანუ თვითონ როგორ განვითარდება პირადი პრესტიჟი, როგორ იქნება მისი, რა გაიგები გახდა, როგორი წინ წაიწია, როგორი განათლებული, როგორი ფილოსოფიის წინ წავიდა, აი ყველაფერი მისი მეცხრე სახლია. ეს მომაგონა იმან, რომ მეათე სახლი არის ზოგადად საზოგადოებრივი პრესტიჟი და რეპუტაცია. მე უსამყოლი თქვენ სადაც წიგნებში ნახავთ იქნება პრესტიჟი და რეპუტაცია ესე ეწერება, მაგრამ რახანა პირად პრესტიჟს უძახე მე მეცხრე სახლს ნაწილობრივ, აი იქ საზოგადოებრივი პრესტიჟს დავარქვე. და ეს არის გარე გამოვლენა და ჩვენება საკუთარი თავისა, რასაც დასავლური ცივილიზაცია წავიდა შეგნებულად პირდაპირ და მათი დიდი მოთხოვნა და აღზრდაც ადამიანებს და დარეკლამებაც ხდება იმაზე, რომ შემდეგ აღმოჩნდა მაგალითები უნდა იყო, თანამდებობა უნდა დაიკავო, ან თუ არა და შენი ბიზნესი შექმნა და იმითი იყო ძალიან დიდი, ანუ უნდა გამოიჩინო საკუთარი თავი და სტუდენტები დაიყენო ასე ვთქვათ ცხოვრებაში, ხო? ეს არის მეათე სახლი. ამიტომ გააჩინეთ ჩვენ რა გვინდა ჩვენ რა გამოვარდეთ და დავიკავოთ ეს თანამდებობები და მით ვიყოთ ბედნიერი თუ სხვა რამე გვინდა რომ ბედნიერი ვიყოთ ეს ჩვენზე დამოკიდებული ხო ჰოროსკოპზეც მათ შორის თვითონ საერთოდ მეათე სახლში შეიძლება იყოს საკმაოდ ესეთი პლანეტების მიხედვით ისეთი მითებები რომ ეს გეუბნება რა გინდა რა პრესტიჟი რეპუტაცია შეეშვი და შენთვის შინაგან ჩვენაც იყავი წყნარით იყავი და აკეთე საქმე და ნუ ამას მოკიდებ ხელს და იგჯები ხო ამიტომ ეს გააჩნია მას სიტყვაზე მაგალითად ვთქვათ სატურნი მეათე სახლში საშუალო ასპექტაციით კარგი და ცუდი წორი ვერ გქონდეს ეს არის ხიფათი იმისა რომ ადამიანი თუ გახდება დირექტორი ან გენერალი ხიფათი აქვს რომ მეორე დღიდაბლი იწყება მის ჩამოგდების ტენდენცია ყველას უნდა ჩამოაგდოს ხმად ამიტომ იკითხვა ისმის რა გიჩვენია რომ პოლკოვნიკი იყო და მშვიდად იყო თუ გიჩვენია რომ იყო გენერალი და ასე იქნიო ხმალი ყოველწლიურად საკეთიკი და მაინც შეიძლება ჩამოგავდა გინდა პრეზიდენტი, გინდა ვიცე-პრეზიდენტი, იგივე ვარიანტია, ხო? ან ყველაზე კარგი და ესეთ ყურსო კარგად ხვდება ეს არის კარგი და რუხინა კარდინალი იყო, ანუ სატურნი კარდინალი გამოდგება, არ პირდაპირ კარდინალად და არაფერს პირდაპირ მართლად არა. ასე ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის და რეალურად თუ ჩვენ პირველი ახლობაში მივიღებთ იმ განმარტებას, რომ თავისუფლება შეგნებული აუცილებლობა, როცა გაიგებ რომ შეგნებული აუცილებლობა რომ არ გინდოდეს მან და მაინც თანამდებობა, ხო, მაშინ ხა თავისუფალი, ამით აღარ იტანჯები. სწორად ვერ გადაგება. გადმოვიდეთ მე-11 სახლი, ეს არის მეგობრებით თანამოაზრეები და ერთობლივი პროექტები. რატომ ჩავდები ესეთნაირად სიმოკლისთვის თორე ჩამონათვალე ისევ გეუბნებით რომ ბევრი იქნება ნახოთ. ლიტერატურა ძალიან ბევრი ეცადება. მეგობრებს ნიშნავს მე-11 სახლი, სადაც მერწყულის ანალოგი არის, მაგრამ იდეებსაც ნიშნავს უკვე. წამოვიდა, ამიტომ ყველაზე მეტად გავს თვითონ, სხვადასხვა მე-11 სახლი მერწყულს თვითონვე. მეგობრები თანამოაზრეები და ერთობლივი პროექტები, ანუ მეგობრებთან თანამოაზრეებთან ერთად გააზრებულ საკითხებსაც ნიშნავს და ორიგინალურ მიდგომასაც კი, ამიტომ არის ერთობლივი პროექტები კიდევ დამატებული აქ. ასე რომ მე-11 სახლი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის წარმატების მნიშვნელოვანი ადგილი. და სულ არ ჭირდებოდეს მას მე-10 სახლში თავისი რეალიზაცია, მაგრამ მეგობრებთან ერთად ან თანამოაზრეებთან ერთად რეალიზაცია და წინ წაწევა შეიძლება ასე გააკეთოს, ხო? მოდი შევეშვები ახლა ამ ამბავს, იმიდან მიხედვით როგორი პლანეტები აღმოჩნდება, იმდენი საინტერესო და ხანდახან ესე ცრემლებამდე სასაცილო სიტუაცია იქნება მეგობრების აღწერისას პლანეტების და მათ შედარებით. რომ თქვათ ნეპტუნი წარმოიდგინოთ. მე 11 სახლში ადამიანს და ვეგუნები ამ ადამიანს, იცი რა. ყავს ძალიან უცნაური მეგობრები და შენი ახლობლები, ოჯახის წევრები და ესე ნაცნობები იძახიან, კი რა გამოთ საერთოდ როგორი კონტაქტები, მაგრამ გიჟები რა საერთოდ ამ ქვეყნად რო არ არის ისეთები. და ან რა გავშენებასთან საერთოდ არაფერ თუ არ ესმის, მაგრამ არც აქვს მნიშვნელობა, თვითონ თუ უყვარს და კარგისთვის ასიამოვნა, ნეპტუნი ეგ არის, მაშინ განადგურდა და მიყვარს და მოვჩი. ანუ იქ ლოგიკა საჭირო საერთოდ არ არის, ხო?
მაგრამ თუ იმ ადგილას სატურნი იქნება, მაშინ ნიშნავს, რომ მეგობრების რაოდენობა ძალიან ცოტა არის, მაგრამ ძალიან სანდო არის, მათზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება, გართობის მიზნით ნაკლებად არიან ერთად, მაგრამ გაჭირვებაში ყოველთვის ერთად არიან. რაოდენობას აღარ ელაპარაკე, რომ შეიძლება 3-4 იყოს და მეტი არა საერთოდ. მაგრამ ამას ეს ნიუანსები უკვე ხო თვითონ ლაინდებიდან გამოდიან. მე ახლა ის ყველაზე ძიმე ნიუანსი იმდენჯერ მაქვს თქვა მეშდე სატურნი რომ შევიშვი და აღარ მომხევი და ანუ გადავთიქე მეტაკაც წავშევდა. მე-12 სახლი არის ფარული ქმედებების სახლი, ფარული ზემოქმედებების ზოგადად. ეს არის ფარული სიყვარული, ფარული ავადმყოფობა, ფარული საქმიანობა, რა ვიცი. Ну, შეიძლება იყოს პერსონაჟზე. მე-12 და მე-12 კომბინაცია მთლიანად, თავის ტრანსფორმაციად, კი ბატონო, პერსონაჟისკენ შეგვიძლია წავუყუროთ. თუმცა მე-4 სახლიც მონაწილეობს პერსონაჟში, ამიტომ არ ვიტყოდი მანდა მაინც სადგე. ამიტომ ის ფუძეა და იქიდან ამოდის. მე-12 სახლი არის ყველაფერი ჩვენაც გვიყვარს, ფარული. მე არ გულისხმობ ვიღაც აგენტობას, მე გულისხმობ, რომ ჩვენ მინდა განვითარდეთ და სულ არ გვადარდებს რამდენად დაინახავენ ამას. მე-12 სახლი არის საინტერესო კომპენსაცია ბევრი სხვა სახლებისა. მე-12 მოიცავს შინაარსობრივად ყველა სახლიდან რაღაც პატარა ელემენტებს და თუ ადამიანის ფარული წარმატება თუ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ აი თვითონ იცის რომ კარგად არის და კარგად განვითარდა, მაშინ მას მე-10 სახლი არ ადარდებს. მე-12 კომპენსაცია დაუშვით. თუ ადამიანს ზუსტად იცის რომ მას სიყვარულში კარგად არის, სულ არ აინტერესებს ამით რა მოიწონოს, მას უკვე მე-5 სახლი არ ადარდებს მე-12-ში ეს ყველაფერი. თუ მან იცის რომ აკონტროლებს თავის თავს, ჯანმრთელობასაც აკონტროლებს, ის ქრონიკული მოგვიანებით არც ერთი აღარ ადარდებს მას, ის ფარულშია მას და ფარულიდან ატრიალებს ამას. თუმცა მე-8 სახლის კონტროლი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძირითად გარდაქმნას მაინც ის განსაზღვრავს. მე-12 სახლი უმეტეს ფარული გარდაქმნას უბრალოდ ძირითადს. ფარული მტრების ამბავიც დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და რომელზე დეკოს ნიშანში აღმოჩნდება მე-12 სახლის დასაწყისი და თუ ის ლოგიკურ ნიშნებში აღმოჩნდა, სადაც მერკური ბატონობს, ასე ვთქვათ, მაშინ ეს ფარული აფი არ არსებობს ყველაფერს ხედავს ვინთან. მე-12 სახლია. ფარული აფორიაკება არის. მეც უკვე არ არის, მაგრამ ძლიერდებარებად არ იქნება. იმით რომ ეგრევე ხედა მარკეტინგ მასწავლებლებს. მაგათ ესეთი საინტერესოა მე-12 სახლიც. მე-12-ს და მე-6-ს, მე-12-ს და მე-7-ს, მე-12-ს და მე-5-ს პარალელურად ახლა ყოველთვის იძლევა ხოლმე საინტერესო კომპენსაციებს იმისათვის, რომ როგორ მოვერიოთ სასწავლო თეთრობის პრობლემებს, როგორ მოვერიოთ ჯანმრთელობაში პრობლემებს, როგორ მოვერიოთ მეუღლესთან ან კომპანიასთან, ან გარეთ საქმის გარჩევასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სხვათა შორის ფარული აგრესიაც მე-12 სახლშია და საკმარისი არის რომ იყოს აგრესიული პლანეტა, თქვა მარსი დაძაბული ასპექტებით. მე-12 სახლში ნიშნავს მის მიმართ ფარულ ადამიანის მიმართ ფარულ აგრესიას და მასზე თავდასხმის ზურგილს. ანუ შედის სადღაც ოთახში, ელაპარაკება უცხო ხალხს და თვითონ კეთილად წყობილია თავის ჭკუით გამოდის და გზნობს რომ 1-5 კაც უნდა და ხელში წვემოდნენ და ან ეცემათ ან ფერქვეშ გაეროთ. ხშირ შემთხვევაში ნიშნავს თავდასხმის და გაუბადლების ცდილობას პატარა ასაკში. სამწუხაროდ ნახევარი შემთხვევები მაინც არის განხორციელებული გაუბადლებები. ბატონს. საკმაოდ დიდია პროცენტი. საქმე იმაში არის რომ სინამდვილეში აქ მართლა ფარული პრობლემა არ არსებობს, ფარული მტრების პრობლემა ზოგადად არ არსებობს. მე-12 სახლში ძაფრი პლანეტა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქ ფარული აგრესია თვითონ აქვს ხვების მიმართ და მკაცრად განსჯის ხვებს. უხის ასე ზღარია თუ გაფუჭეს ეს აკო ისე ყველას ესე მკაცრად ექცევა, ამ ენერგიას თვითონ გასცემს და იღებს. შეხვდება მე მანიაკი და ის მანიაკი ამას გრძნობს და მოდის პირდაპირ აგრესიით მას. მე თვითონ მაგავლილი სხვანაირი აგრესივი გასაათია ჰოროსკოპში. გავლილი სხვა მაგალითი, რომელზეც ვერ ვიტანდი ნასვამ ადამიანებს. აი, ყოველი მეორე კუჩაში ნასვამის ლისტასები და მოიწევდა ჩემთან საჩუქრად. ფეხზე ვერ იდგენ თუ რაღაცა წაიქცევ, მაგრამ მომდოდა თუ მე ვეცებენ მაგამაიც. 30 წლამდე იყო ესე მე მივხვდი რომ ცოდები არიან და მე თუნდაც რაღაც მეტეველი გავხდი მათ მიმართ და გაქრა ეს აგრესია.
ასე რომ ჩვენ თვითონ տեսავთ იმას და ის რაც ფორმალურად ჰოროსკოპში წერია ხოლმე რომ აი ეს პლანეტა გაგრა ამას ნიშნავს და ის გიტევს და სინამდვილეში იმაში უკომპრომისო ხარ იქ თვითონ გასცემა მოარყოფით ენერგიას და ამას იღებ უკან დარტყმას და თუ ამას სწორად გაიგებ რომ მე უკვე ეს აგრესია ხდება და მიდის კონსტრუქციული გარდაქმნა ყველაფერს ამ კომბინაციებით მე უბრალოდ არ მინდა რომ მივყვედა პლანეტების ჩამოთვლა დავიწყო ახლა სახლების მიხედვით ეს მე მგონი დღეს საკმარისია და შემდეგისთვის უკვე ვაპირებ რომ პლანეტები ჩავსვა აქა სახლებში მოყვე ან ავდგეთ და ის დაგიხატოთ ის სქემები დაფაზე რომლის მიხედვით შევაფასებთ რა სიძლიერის რა ტიპის ჰოროსკოპი ესეთი განმარტება არის როგორ ქვია სინთეზური ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც შემოვიტანთ და მე სინთეზური სახელები როგორ არის. ანუ რა პოტენცია, რა გამოვლენა. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა თუ ადამიანის სახლები ჰოროსკოპში არის ვერძიდან იწყება თქვა და ვერძის პირველ გრადუსებში, მაშინ გამოვა რომ სახლები ნომრებით და ზოდიაქოს ნიშნების მდებარეობებით თითქმის ერთმანეთს დაემთხვევა, ამიტომ რა პოტენციაზე იმისკენ გამოვლენისკენ ტენდენცია აქვს. ეს არის შანსი ადამიანს კარგი და ეცეთ აქ საერთოდ ევზების ბოლო გრადუსები თუ არის იგივე ხდება მაინც დაახლოებით. მაგრამ თუ დასაწყისი გაქვთ თქვენ შეტრიალებულად თქვა ხალწულში, თქვა ხალწულის დასასწორის საზღვარზე, სრულად აყირებებულია პირდაპირ. თუ ასე პრიმიტიულად მივუძგებით, სხვა პოტენციალი, სხვა გამოვლენისკენ ტენდენცია. პირველი თავგადმოგლეჯილი გაქცევა უცხოეთში და იცოლება ეს მოთხრელდება და აღარ იქნება ეს წინააღმდეგობა. მეორე მომენტი არის რომ ვიაზრებთ ამას რომ პოტენცია ესეთი მაგრამ გამოვლენაში ეს მისლის ხას ეს მიწყობს ხას და ვიწყებთ ამის ლავირებას შიგნიდან ასე ვარ გამოყოფილი გარეთ პოვლის ვანაირად. ან იმ გარეთ გამოვლენიდან ნელ-ნელა გადავდივარ უკვე რეალიზაციაზე. საერთოდ მე ერთხელ წამოვწდა და მე რაც გახსენებია და ასე მიფიქრია ინტერვიუ მქონდა ზოდიაქოს ნიშნები საწინააღმდეგო ზოდიაქოს ნიშნების ერთობლივი დახასიათება. პირველი მეშვიდე მეორე მეექვსე ესე მივიყევს თან ესე იყო სულ სხვა ინტერვიუ ჩაიწერეს ამდექიდან რომ მშვიდობებოდი მაშინ რაღაცა თქვით და ვაიმე მე საინტერესო მოდელი და ექსპერიმენტად მოვკარგე ეს პირდაპირ და ჩანაწერი მისი არსებობს მე ხა იმას ვიგებ ვერაც მოვყვები ხა ისე ვის და პრომეტიც მე მახსოვს რომ ესეც ზოგადი ჰოროსკოპებზე რაღაცა მომაპოლეს საუბრობდით მურიელი ხალი 7 ვარიანტი ჩამოთვალე და ეხლა ვეღარ შვიდს. როგორ ჩამოთვალე ახლა არ ვიცი. ნუ ორი ვიცოდი, ისინი გავშალეთ და ბოლოს 7 გამოვიდა. გამსხვავებული ერთმანეთსაგან. მაგრამ ნუ კარგი, შევეშვათ მაგ ამბავს, საერთოდ ჯობია ჩაიწერო ყველაფერი, ან მაშინ დაწერო, როცა უკვე ახალი გაკეთებული არის. თუ იკარგება მე ის საერთოდ. შეიძლება მე უფრო უკეთესიც გავაკეთოთ, მაგრამ ნუ ის ნაშრომი დაკარგულია. ამიტომ მე შემიძლია გითხრათ რომ დღევანდელი ჩვენი უცბად გასეირნება სახლებზე დაპირებული გასეირნება გავაკეთეთ და იცოდეთ რომ სახლები არის უბრალოდ დასავლური ცივილიზაციის მოტბიელი ხალხისთვის. დასაწყისი არსებობს რომელიც ზოდიაქოს ნიშანშია და მას შესაბამისად მართვე პლანეტა ყავს. მართვე პლანეტას თავისი ასპექტაცია აქვს, ამიტომ მაინც განსაზღვრება. ცარიელი სახლი ნულ ინფორმაციას აღნიშნავს, ის ნიშნავს კონკრეტულ ტენდენციებს. და მეტიც შეიძლება თქვათ რომ სამში ასპექტო ინფროსეთ ცარიელ სახლმა შეიძლება უფრო ძაფრი რეაგირება მოახდინოს რაღაც მომენტში ვიდრე ეს იქნებოდა თქვათ შევსისიც ვიდრე ეს იქნებოდა თქვათ რამოდენიმე პლანეტა ერთად იყოს. უბრალოდ რამოდენიმე პლანეტა ადამიანს პრაქტიკულად ვიძგებს აიძულებს დიდი ენერგეტიკა ერთად იმ სფეროში ბევრი რამე დახარჯოს. და თუ ბევრს არ დახარჯოს, მაშინ ეს ენერგია მას აღებს. ამიტომ აი მეექვსე სახლში ბევრი პლანეტა თუ არის, ადამიანს ბევრიც უნდა იშრომოს, ბევრი სამსახურში ბევრი აკეთოს და ჯანმრთელობას უნდა ზრუნავდეს, ეს ენერგია დახარჯოს და არ შიგიდან არ ჩაუტარდეს რაიმე და ცუდი რაღაცები არ აიგიდოს ზედმეტად. მე-12 სახლში თუ არის, მაშინ გვაქვს ჩვენ დიოგენეს ჰოროსკოპი. მე-12 სახლში ბევრი პლანეტა, ეს არის ფარული ცოდნისკენ ტენდენციას და დაპატიმრებისკენ ან იზოლაციისკენ ტენდენციას. დიოგენემ ამბობენ რომ იცოდა რომ დაბადების ჰოროსკოპში ჰქონდა 12 სახლში ბევრი პლანეტები და ამიტომ დაიპატიმრა თავის თავზე სულ ციხეში იჭრეს. და ამიტომ არავის არ მოსული აზრად მისი ციხეში ჩასვლა. მე სპეციალურად არ ვახსენებ ჯერჯერობით კვანძებს, შავთვარეს და თეთრთვარეს და პლანეტების ერთმანეთულობას, იმიტომ რომ ეს იწევს ინფორმაციის აღრევას. ჩვენ ახლა გვინდა ფსიქოლოგიური სწორი
სურათის დადება და მე კარმით დავინახოთ რა არის დაბუდადებული ესე ვთქვათ. და დაბუდში როგორ შეიძლება მოძრაობა. თითოეულს თავისი აქვს. once მაგათ შეუძლია უკუმა გაგიშვას და არაფერს არ გამნებს, მაგრამ უკან აღწევს საქმეში და კარგად უნდა წავს. და საკმარისია კვადრატულით ამოხვიდეს, როდესაც წინააღმდეგ კეთება დაიწყო არ გამერდება, პირდაპირ კლავს ფიზიკურად რა. ცოცხალი არ რჩება ადამიანი თუ ვთქვათ ვერცი სასწორის რო აქვს და რო დაიწყოს დღესკენ მოძრაობა, ხო? თავისი ქცევით, ხო? ან კეჩხებისგან. მაშინ ანგრევს მას ფიზიკურად. ძალიან სწრაფად ცუდად ხდება და მე ცოცხალი დამრჩება არ არის. ანუ ამ ხაზზე ატარებს საწინააღმდეგოზე არა. მაგრამ საინტერესო მათ სხვა რაღაცები არის, რომ კარმაში ცოტა სხვა მიდგომა არის. არ არის ახსნა იმისი ზუსტად რა და როგორ არის ვთქვათ ემოციურად გასაკეთებელი, მაგრამ პირდაპირ მითითებული არის რა უნდა გაკეთდეს და რა არა. ადამიანს ამის პირდაპირ მიღების სურვილი არ აქვს. იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში არ აკეთებს სწორად და აღწევს სხვა რამე აქვს ჩადებული, ცხოვრებას მანდაერდად წაიყვანდა, ის კარგად გამოსდის, მოწონს, შეიძლება სპეციალურადაც კი აქვს იმ მიმართულებით და ამოზეუნებელი ექშენი საქმე არ არის. არაფერი პროგრამ დაიწყოს თავისი პრინციპების შესაბამისად და როცა მოაჩენს რომ ჩიხში მოხდა, იმ დროს ადგილზე შეცვალოს. ცოდნა მოედინება. შესაბამისად, აი მაშინ შეცვალოს, როცა დაინახავს რომ ვერ არის ფორმაში და მაშინ სწრაფი რეაგირება ექნება, სწრაფი შედეგი დაიდება. მოასწრებს და გადარჩება. ასე დიდი ხიბათი მაჩვენ. ამით ჩვენ დავამთავრეთ.